საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები იმართება. თეთრი წყაროში მერიის შენობის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით და კონცერტით დასრულდება. ტრადიციულად უკვე მეოთხედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თეთრი წყაროში იმართება საახალწლო საშობაო ღონისძიება. აქ არის როგორც ბავშვთა გასართობი სივრცეები, ასევე ეთნო ბაზარი, ღონისძიებას კი დაასრულებს გალა კონცერტი. მინდა მთლიანად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალწლო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე 4 წელია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში იმართება მსგავსი საშობაო ბაზარი, რომელშიც მონაწილეობენ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მეწარმეები. მე წარმოდგენილი ვარ ჩემი ხელნაკეთი ნივთებით, მოხარული ვარ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით. საახალწლოზე იმისთვის ემზადებიან ჭიათურაშიც. ქალაქის კულტურის ცენტრის მიმდებარედ უკვე დამონტაჟდა სცენა, მოწყობილია სხვადასხვა დეკორაცია, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და ინსტალაციები. დღის ბოლოს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კი გაიმართება კონცერტი. ჭიათურაში საახალწლო ღონისძიებების საბრძოლო ფაქტიურად დასრულებულია. ღონისძიება ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. აქვე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა, საღამო გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი. ველოდებით ჩვენთან ამოქალაქეებს, მათ მრავალფეროვანი საახალწლო ზემი ელოდებათ. საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს ხობიც. ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობს. საღამო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. გალა კონცერტზე ქართული ხმები და ზუკას ბენდი იმღერებენ. ულოცავ ყველას დამდეგ შობა ახალწლოს, ვუსურებ ბევრ სიხარულს და ჯანმრთელობას. აი დღევანდელი დღესასწაული არის საჭირო ყველა მეწარმისთვის, თითეული აქ მყოფთათვის, ბავშვებისთვის განსაკუთრებული ბედნიერება და სიხარული მოაქვს. ეს ხობის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების ფარგლებში საახალწლო ღონისძიება ტარდება. შექმნილია შესაბამისი სივრცეები, ბავშვთა გასართობის სივრცეც და ძალიან ხალისობენ პატარები. ეს მუნიციპალიტეტს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჩვენს ქვეყანას მინდა მეულოცო დამდეგი 2025 წელი.